Თქვენს წინაშეა ლაბუბუ, პერსონაჟი და ახლა უკვე პოპულარული აქსესუარი, რომელმაც ქართულ საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ზოგისთვის ის საყოლად მახინჯი და სასურველია, ზოგისთვის რომ ეს იმახინჯი ბავშვებს ახლოსაც არ უნდა გავაკაროთ. თუმცა როგორი შეხებაც არ უნდა გქონდეთ მის სასურველობაზე და მეთანხმებით, რომ მისმა სახელმა თქვენს ყურამდე ნამდვილად მოაღწია. განა რა არის ამ ფუმფულა საკითხში ისეთი განსაკუთრებული, რამაც ასეთი აჟიოტაჟი გამოიწვია. დღევანდელ ვიდეო ესეში ამ არაჩვეულებრივ მარკეტინგულ მიღწევაზე გესაუბრებით. დავიწყოთ მთავარი კითხვით. რა არსება არის ლაბუბუ? ლაბუბუ პირველად წარმოშობით ჰონკონგელი ილუსტრატორი კასიმ ლუკის გრაფიკულ ნოველაში მონსტრებში გამოჩნდა 2015 წელს. სკანდინავიური მითოლოგიის შთაგონებულ ამ ისტორიაში ჯადოსნურ ტყეში ბედნიერად ცხოვრობენ ჯადოსნური არსებები მოკოკო, პატო, სპუკი, ტიკოკო, ზიმომო და სხვები. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლაბუბუ ერთი კონკრეტული პერსონაჟი არაა, არამედ ჯადოსნური არსებების ტიპია. კასიმ ლუკის ნაწარმოების ჯადოსნურ ტყეში დაახლოებით 100 ლაბუბუ ცხოვრობს. ლაბუბუ პატარა ზომის ჯადოსნური არსებაა, წვეტიანი ყურებით, დიდი თვალებით, 9 ბასრი კბილით და უნარული ხასიათით. ავტორის თქმით, ლაბუბუ კეთილი გოგონაა, რომელიც მუდამ მზადაა მეგობარს დაეხმაროს, მაგრამ მისი უნარული ხასიათის გამო ძალიან ხშირად პრობლემებს შეეხვევა. მონსტრების ისტორიას კასიმ ლუკისთვის წარმატება და პოპულარობა მაშინი არ მოუტანია. ფართო მასებისთვის მისი პერსონაჟები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან თანამშრომლობა დაიწყო პოპ მარტთან, ჩინურ საკოლექციო ფიგურების მაღაზიასთან. იმ დროისთვის პოპ მარტი აქტიურად ეძებდა ისეთ ხელოვნებს, რომელსაც შეეძლოთ უცხო და საინტერესო პერსონაჟების ფიგურების შექმნა. კასიმ ლუკის მონსტრების პირველი საკოლექციო ფიგურები გაყიდვაში 2019 წელს ჩაეშვა და თანათანობით შეიძინა ერთგული მოხმარებლები. პოპ მარტ საკოლექციო ფიგურების ბევრი მიმართულება აქვს და ლაბუბუ წლების განმავლობაში ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა. სანამ მას მსოფლიო გაიცნობდა, ის უკვე ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი იყო ჩინელი მომხმარებლებისთვის. 2022 წელს, მას შემდეგ, რაც ქვეყანა პოსტპანდემიურ ემოციურ სიცარიელეს ებრძოდა, პოპ მარტის საკოლექციო ფიგურები ახალ მიმდინარეობას ამყარებდა. თინდა პერსონაჟებს, რომლებიც საკუთარი ისტორია და საკუთარი ინდივიდუალიზმი გააჩნდათ. აღსანიშნავია, რომ ჩინური ინტერნეტ სივრცე განსაკუთრებული კომპეტენტურობით გამოირჩევა და აწარმოებს უამრავ ისეთ პროდუქტს, რომელიც დიდი პოპულარობის მიუხედავად ქვეყნის საზღვრებს ვერასოდეს ტოვებს. მაგრამ ლაბუბუ საყვარელი, არაიდეალური, ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ საოცრად კეთილი და ფუმფულა არსება ჯერ ჩინეთში და შემდეგ ახლომდებარე აზიის ქვეყნებში ორგანულად გახდა ცნობადი და პოპულარული. ლაბუბუს და ჯადოსნური ტყის სხვა ბინადრებს ერთგული მომხმარებლები წლების განმავლობაში ყავდა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანის ერთმა პოსტმა არა მხოლოდ ლაბუბუს, არამედ პოპ მარტის ბედის სამუდამოდ შეცვალა. ეს მოხდა 2014 წლის აპრილში, როცა წარმოშობით ტაილანდელმა მომღერალმა ლალიზამ, რომელსაც ინსტაგრამზე დღეს 106 მილიონი მიმდევარი ყავს, ლაბუბუს ფუმფულა ფიგურას ეხუტებოდა და მალევე ფოტო, სადაც ლაბუბუს საკიდი კეით ელენას ჩანთაზე ჰქონდა ჩამოკიდებული როგორც საკიდი. $3000 ჩანთაზე სათამაშო საკიდის ჩამოკიდება სრულიად მისი სურვილი და იდეა იყო და ამ ჩვეულებრივმა ერთ დღეს გაკეთებულმა პოსტმა თავის და უნებრივად დაიწყო ტალღა, რომელმაც მთლიანი პლანეტა მოიცვა. იმ ადამიანებითვისაც კი, რომლითაც საკოლექციო ფიგურები, პოპ მარტი თუ ბრმაყუთების კონცეფცია უცნობი იყო, ლაბუბუმ ინტერესი გამოიწვია და კომპანიას მილიონობით ახალი მომხმარებელი შეძინა. ალბათ ისე ვფიქრობთ, რომ ლაბუბუ უბრალოდ უცებ აგორებული ტრენდი და დიდი სისულელია, მაგრამ ამ ტრენდის მიღმა ძალიან საინტერესო მარკეტინგული გათვლა და სწორი რეალიზება იმალება. საქართველოში ეს პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს და ქვეყანაში შემოსული ლაბუბუების აბსოლუტური უმრავლესობა რეპლიკაა. თუმცა რეალურად ყველა პერსონაჟს, მათ შორის ლაბუბუსაც, სხვადასხვა კოლექციით უშვებენ, მაგალითად საახალწლო, სადღესასწაულო, ზოდიაკო, კოკა-კოლა და ასე შემდეგ. მარტივად რომ ვთქვათ, მაღაზიაში ერთი სახეობის ფიგურა დიდი ხანი არდებს და მის შეძენას ან მოვასწრებთ, ან ვერა. ფსიქოლოგიურად თუ რაიმე კონკრეტული მოდელი მოგვეწონა მაღაზიაში ან თუნდაც საიტზე და ვიცით, რომ რამდენიმე თვე მაინც ახალი კოლექცია არ შემოვა, დიდი შანსია, რომ თავი შევიკავოთ ხუთვისგან, ფიქრისთვის მეტი დრო დავიტოვოთ, ხელფას დაველოდოთ ან თუნდაც სულ გადავიფიქროთ შეძენა, მაგრამ როცა ვიცით, რომ ამ პროდუქტს დღესვე და ახლავე არ შევიძენთ, ამის შანსს სამარაჟამოდ დავკარგავთ, რამდენად დიდი იქნება იმის შანსი, რომ ვიყიდით. მოდით ამას დავარქვათ ყიდვის შანსის ხელიდან გაშვების შიში, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველას გქონია რაიმე პროდუქციაზე.
ამას ემატება ის ფაქტი, რომ რომელ ლაბობოსაც გვინდა მარტივად რომ ვთქვათ, სულ რომ ღამებათიოთ მაღაზიასთან ვერ ვიყიდით. ბრმა ყუთის კონცეფცია ჩემი აზრით იყო ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც პოპ-მარტმა ამ მასშტაბის წარმატებას მიაღწია. ლაბუბოს ვყიდულობთ ბრმა ყუთით, რომელზეც ნაჩვენებია ის სავარაუდო მოდელები, რომელიც ყუთში იმალება და საიდუმლო მოდელი, რომლის ამოშლის შანსი ძალიან დაბალია. უხეშად რომ ვთქვათ, თუ მე მინდა რომ ვიყიდო ვარდისფერი ლაბუბო, მარტო ფინანსები კი არა, იღბალიც უნდა იყოს ჩემს მხარეს და ამაში ძალიან დიდი აზარტი იმალება. თუ ეს კონცეფცია ცოტა უცნაურად ჟღერს, შეგვიძლია გავიხსენოთ ტოი-ბოქსი, კინდერ სურპრიზი, პირამიდა და მსგავსი პროდუქტი. იმის მიუხედავად, რომ ყველამ ვიცით, რომ მათი გახსნისას ხელში რაიმე სასუსნავი და უხარისხო სათამაშო შეგვჭება, ყუთის გახსნის და მასში მოთავსებული ნივთის ნახვა იმაზე მეტ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენთვის, ვიდრე თვითონ სათამაშოა. ეს კონცეფცია შეიძლება ბავშვებზე გათვლილი ჩანს, თუმცა აზარტი ყველა ასაკს ვრცელდება. ზუსტად ისევე როგორც სტარსულები ვყიდულობთ ლოტოს გადასაფრთხე ბილეთს და ჩვენს იღბალს ვცდით, ზუსტად ასევე ვყიდულობენ ლაბუბოს დახურულ ყუთს იმ იმედით, რომ ზუსტად ის ფიგურა შეხვდებათ, რომელიც სურთ. ესეც აზარტის დიადი ფენომენი რტურად არის ყოველდღიურ ცხოვრებაში გაბნეული. არ შეიძლება დავივიწყოთ იმ საინგლო ფიგურის როლი, რომლის ყიდვის შანსი ზოგ შემთხვევაში 144-დან 1-ია. წარმოვიდგინეთ, რამდენად ამაღლებს საკუთარი იღბლიანობის განცდას იმ ყუთის ბრმად არჩევა, რომელშიც ასეთი ფიგურაა, ან რამდენი ყუთი შეიძლება შევიძინოთ ამ განცდასთან ბოლაში. ეს იყო ის ფაქტორები, რითაც ლაბუბო ორგანულად გახდა ცნობილი და სასურველი. ეს არის პერსონაჟი, ყიდვის შანსის ხელიდან გაშვების შიში და აზარტი. მაგრამ ეს თვისებები არა მარტო ლაბუბოს, არამედ პოპ-მარტის ყველა პერსონაჟს და ასევე ძალიან ბევრ სხვა კომპანიას აქვს. გლობალური ცნობადობა ლაბუბოს დამატებითმა ფაქტორებმა მოუტანა. პირველ რიგში ეს არის მიმბაძველობა, რომელიც შემდეგ მოდაში გადაიზრდება ხოლმე. ლალიზას როლი ამაში წარმოუდგენლად დიდია. საყვარელი მომღერლის მსგავსი აქსესუარის მქონე სურვილი ბევრს აქვს და ამით მიმსგავსება, მიბაძვა, კავშირი ან თუნდაც იდეის მიღება. ქართულ სივრცეში ასეთი ცნობადი სახე იყო შორენა ბეგაშვილი, რომელმაც საკუთარ ჩანთას ლაბუბოს საკედები მოუარგო და ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა. ამ ფოტოებს ზუსტად ისეთი რეაქცია მოყვა, როგორცაც ველოდი. არ გამიკვირდა, მაგრამ არ მესიამოვნა. პირდაპირ გამოხატული ეს რას გავს, ამას ჩანთაზე როგორ ჩამოვკიდებ, აი ესეთ რეაქცია. და ზუსტად აქ იმალება კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორი ლაბუბოს წარმატებაში. ალბათ გახსოვთ ლალიზას ლაბუბოს $3000 ჩანთაზე შორენასაც და ბევრ სხვას ლაბუბო ძვირად ღირებულ კლასიკურ ჩანთაზე ქონდა მორგებული, რაც ძალიან დიდ კონტრასტს ქმნის და რატომღაც პროტესტის ქნობას იწევს ხალხში. წარმოვიდგინეთ შორენა ბეგაშვილს, ლალიზას, ძალიან ბევრ სხვა ცნობად სახეს ლაბუბო ჩვეულებრივ ზოგ ჩანთაზე რომ ჩამოეკიდათ. ამას ვინმე მიაქცევდა ყურადღებას? სავარაუდოდ არა. ფიგურის, საკიდის იმდანად მაღალ დონეზე დაყენება, რომ იგი კლასიკური ჩანთის შესაბამის აქსესუარად ითვლება, ერთი მხრივ პროტესტის წვევს ხალხში, რაც დამატებითი ყურადღებაა და მეორე მხრივ თვითონ ლაბუბოს ღირებულებას უმატებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მაღალი დონის ფაქტორი. საქართველოში ეს ნაკლებად მოხდა, მაგრამ გლობალურად ლაბუბო მხოლოდ მაღალი მოდის კი არა, ზოგადად ყოველდღიური მოდის ნაწილი გახდა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელმა შეძლეს მათი ისე შემოსვა, როგორც სურდათ. ხშირად საკუთარ ჩაცმულობასთან მიახლოება. ამით ლაბუბოს მიეცა საშუალება გამხდარიყო კიდევ უფრო ინდივიდუალური და უნიკალური. ზუსტად ისე როგორც ჩვენ მაგალითად ძაღლებისთვის ვყიდულობთ ტაცათმელს, რომელიც მხოლოდ ვიზუალური ფუნქცია გააჩნია, ასევე ის გეგმა, იღბალი და პერსონაჟის ინდივიდუალიზმი დგას. დღეისთვის სულ ეს იყო. მადლობა რომ ბოლომდე უყურე ჩემს პირველ ვიდეოს. თუ მოგეწონა, არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა. დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგ შევხვდებით მუდამ თქვენი ზაზუნა.